რა არის ბრომო ბენზილ ციანიდი და რა უარყოფით გავლენებს ახდენს ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ეს არის კითხვა, რომლითაც დღეს ჩვენ მივმართეთ ქართველ მედიკოსებს, ექიმებს, ვინც კარგად იცის რა მოხდა გასული 1 წლის განმავლობაში, მათ შორის მათთან იყვნენ ის ადამიანებიც, რომლებიც საპროტესტო აქციების დროს დაშავდნენ. გამოცემა BBC-მ დღეს საკმაოდ ვრცელი ჟურნალისტური გამოძიებით თქვა, რომ სწორედ ბრომო ბენზილ ციანიდი იგივე კამიტი გამოიყენეს შარშან საპროტესტო აქციების დასაშლელად და ეს არის აკრძალული ქიმიური ნივთიერება, რომელსაც პირველი მსოფლიო ომის დროს იყენებდნენ. რა უარყოფითი გავლენა შეიძლება იქონიოს მან ადამიანის ჯანმრთელობისთვის. პირველ რიგში გეტყვით, რომ მედიკოსებს უჭირთ იმის პროგნოზირება, რამდენი ხნის განმავლობაში შეიძლება დარჩეს ეს მავნე-ტოქსიკური ნივთიერება ადამიანის ორგანიზმში. ამიტომ ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია არის, რომ ადამიანები, რომლებიც გასულ წელს დაშავდნენ და მოყვნენ დარბევაში, იყვნენ მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ მედიკოსებთან, რადგან საკმაოდ მძიმე გავლენების მოხდენა შეუძლია ამ ნივთიერებას. პირველადი სიმპტომები, რომელიც მაშინაც გამოიხატებოდა მომიტინგეებში, ეს იყო თავის ტკივილი, თვალების წვა, გულის აჩქარება, სისუსტე და რაც ყველაზე მძიმე არის ამ ბავშვში არის შემდეგი, რომ ამ ნივთიერებას შეუძლია მარტივად შეაღწიოს ფილტვებში და დიდი ხნის განმავლობაში დარჩეს ადამიანის ორგანიზმში. ყველაზე მძიმე შედეგი, რაც შეიძლება რომ ბრომო ბენზილ ციანიდმა გამოიწვიოს ადამიანთან მიმართებით, ეს არის ყველაზე ფატალური შედეგი ამ შემთხვევაში სიკვდილი. ეს იმ შემთხვევაში მოხდებოდა, თუ ადამიანები სწრაფად დიდი ოდენობით შეისუნთქავდნენ ამ ნაერთს. თუმცა ამის გარდა არის კიდევ ძალიან ბევრი პრობლემა ჯანმრთელობის, რომელიც არავინ იცის რამდენი ხნის განმავლობაში შეიძლება დარჩეს ადამიანის ორგანიზმში. ამიტომ მედიკოსები მოუწოდებენ აქციის მონაწილეებს, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც დაშავდნენ, რომ იყვნენ მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ მედიკოსებთან. ჩვენ არაერთმა ადამიანმა მოგმართა იმსეთი სიმპტომებით, რომლებიც გრძელდებოდა გაცილებით უფრო დიდი ხნის განმავლობაში, ვიდრე ეს უნდა ყოფილიყო ჩვეულებრივი ლაკრიმატორების, ანუ ცრემლდენი, ეგრეთ წოდებული ცრემლდენი გაზის გამოყენების შემთხვევაში. შესაბამისად, მაშინვე იყო ეჭვი ორგანოები, რომლებიც ძირითადად რომელთა დაზიანებაც ხდება, ეს არის სასუნთქი გზების ლორწოვანის დაზიანება, თვითონ ფილტვის ქსოვილის დაზიანება და არის დამოკიდებული დოზაზე, ანუ რა დოზა იქნა გამოყენებული. ასევე თვალის დაზიანება შეიძლება მუდმივად დარჩეს. შესაბამისად, ის ადამიანები, რომლებმაც მიიღეს ეს საკმაოდ მაღალი დოზა ამ ნივთიერებების, მუდმივად დაკვირვების ქვეშ უნდა იყვნენ, რომ ჩვენ უფრო ზუსტი ინფორმაცია გქონდეს თუ რა დაზიანებებთან გვაქვს საქმე. როდესაც ძალიან მაღალი დოზა არის და იწვევს ის ფილტვის შეშუპებას, დაზიანებას, შეიძლება სიკვდილიც დადგეს ამ შემთხვევაში. ყველა ის მონაცემები, რაც იყო შეგროვებული, მიუთითებს იმაზე, რომ გამოყენებული იყო ბრომო ბენზილ ციანიდი, ეგრეთ წოდებული კამეტი, რომელსაც პირველი მსოფლიო ომის დროს იყენებდნენ ფრანგები, გერმანელების წინააღმდეგ და შესაბამისად მისი უსაფრთხოება დღემდე არ არის შესწავლილი. მისი გამოყენება აკრძალული იქნა, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი წლის წინ, იქედან გამომდინარე, რომ უსაფრთხოება არ იყო დადგენილი, ის ცნობილი არის, რომ მკვეთრად აზიანებს ლორწოვანს, როგორც თვალის, ასევე ცხვირის, ასევე ზედა სასუნთქი გზების სპაზმს იწვევს, რაც დიდი ხნის განმავლობაში შემდგომში ტოვებს ხველას. თუმცა ხანგრძლივი მოქმედების შემდგომ რა დაზიანებები შეიძლება გამოიწვიოს აღნიშნულმა, რა თქმა უნდა, ამის შესწავლა არც მომხდარა და ვერც მოხდებოდა, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხნის წინ იყო აკრძალული აღნიშნული ნივთიერება. მე პირადად მაშინდელი დაზიანების შემდგომ, მაგალითად 6 თვის განმავლობაში მქონდა ცხვირის ლორწოვანი დაზიანებული და აი ესე უეცრად მომდიოდა სისხლი, ისე რომ არც არანაირი წინაპირობა ამას არ ჰქონდა. ანუ დამაზიანებელი ეფექტი ნამდვილად აქვს. როგორც პულმონოლოგი და სპეციალისტი ფილტვების გეტყვით, რომ იმის გამო, რომ ეს აირები უმეტეს შემთხვევაში ფილტვებში ხდება და სასუნთქ სისტემით ხდება და იწვევს არა მარტო ფილტვების, ბრონხების, ალვეოლების ლორწოვანის დაზიანებას, არამედ იწვევს ზემო სასუნთქი გზებისაც. საკმაოდ ტოქსიური ნივთიერება, მოკლედ მის გასანეიტრალებლად საჭირო არის ამ ნივთიერების 120 გრადუსამდე გაცხელება, რომ დაიშალოს, რასაც რა თქმა უნდა ორგანიზმში მოხვედრილ გაზს ვერ დაშლით ამ მეთოდით.
მოკლედ ასეთი არის მედიკოსების შეფასება, როგორც თქვენ მოისმინეთ, ასეთი ნივთიერებით манипуляცია არის უკიდურესად საშიში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ხდება ლაბორატორიის გარეთ გამოყენება. მედიკოსები ახლა მოუწოდებენ მოქალაქეებს, რომ იყვნენ ყურადღებით და იყვნენ გამუდმებული მეთვალყურეობის ქვეშ ექიმებთან, რადგან როგორც უკვე თქვენც მოისმინეთ მათი კომენტარები, სიმპტომები არის ნათლად გამოხატული, მათ შორის ჩვენ არაერთხელ მოგვისმენია აქციის მონაწილეების კომენტარები იმის შესახებ, რომ პირველადი სიმპტომები, რაც მათ აწუხებდათ, ეს იყო ცრემლდენა, თავის ტკივილი, გაუსაძლისი სუნთქვა, სუნთქვის გაუძლურება, ან ვერ სუნთქავდნენ აქციის მონაწილეები დარბევის დროს. მოკლედ ასეთი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში და არა მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც იმყოფებოდნენ აქციაზე, ახლაც, როგორც მედიკოსები ამბობენ, არიან საფრთხის ქვეშ და უნდა ჩაიტარონ გამუდმებული გამკვლევები.